ასოციაცია ჭიათურელთა კავშირის ოფისში მოსწავლეთა საკრებულოს მორიგი 92 სხდომა გაიმართა. სხდომაზე პირველ საკითხად ჰუმანიტარული საქველმოქმედო კონცერტის სამზადისი განიხილეს, რომელიც ჭიათურელი 12 წლის ნინო მუმლაძის დასახმარებლად 14 თებერვალს გაიმართება. ეს მორიგი აქციაა, რომელსაც ორგანიზებას მოსწავლეთა საკრებულო კულტურის ცენტრთან ერთად უწევს. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა ნინოს ოპერაციას მოხმარდება. მათ არა მარტო ეკოლოგიური გაუპროტესტებიათ, არა მხოლოდ ჭიათურაში, არამედ პარლამენტში, გარემოდაცვის სამინისტროში, მევიტყოდი ქუჩაშიც, ჭიათურის ქუჩებშიც, არამედ პრეზენტაციები იქნა წარდგენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და მე ვიტყოდი, რომ კავკასიის მასშტაბით მათ შორის იქაც პირველი ადგილი დაიკავეს. ყველაზე მეტად მახარებს, რომ ეს ბავშვები ასევე ჰუმანიტარული აქციებით არიან დაკავებული და მეორე თუ ზუსტად არ მახსოვს, მესამე საქველმოქმედო აქცია, როცა თანატოლს ეხმარებიან. მე წელს შემოვედი საკრებულოში და უნდა აღვნიშნო ის, რომ საკმაოდ ბევრ აქციებს ანხორციელებს, ეს იქნება ჰუმანიტარული თუ გარემოს დასუფთავება, საკმაოდ ნაყოფიერი გახლავთ ჩვენი მუშაობა და ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს სამომავლოდ, რომელსაც განვახორციელებთ აუცილებლად. ასოციაცია ჭიათურელთა კავშირთან არსებული მოსწავლეთა საკრებულო მეოთხე წელია ფუნქციონირებს. მისი ძირითადი მიმართულებებია გარემოს დაცვა, საგანმანათლებლო პროექტები, ადვოკატირება და ჰუმანიტარული აქციები. ტელეკომპანია იმერვიზია მათ ღონისძიებებს აქტიურად აშუქებს. მორიგი საკითხი, რომელიც სხდომაზე განიხილეს, სწორედ ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს და იმერვიზიის ერთობლივ სამომავლო პროექტს და მის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებს შეეხებოდა. სხდომაზე წარმოვედგინე თემა მიმდინარე ტელეკომპანია იმერვიზიაში მიმდინარე ტრენინგების შესახებ. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის თანახმადაც გვინდა დავიწყოთ გადაცემის ჩაწერა, რომელიც იქნება ხელოვნებაზე. ამ გადაცემაში მონაწილეობას მიიღებს ჩვენ შევქმნით, თუმცა ამისთვის აუცილებელი რაღაც საფეხურები გავიაროთ, რისთვისაც ჯერჯერობით ჩვენ მზად არ ვართ და სწორედ ამ საფეხურების გავლაში ტელეკომპანია იმერვიზიის პროფესიონალთა ჯგუფი დაგვეხმარება. გადაცემის ჩაწერა სწორედ ამ ტრენინგების კარგად გავლის შემდეგ დაიწყება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროექტი ძალიან კარგი გამოვა. ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა. ია იაკობაშვილი და თეონა კაპანაძე თავმჯდომარის და თანათავმჯდომარის პოზიციებს ივნისის თვიდან იკავებდნენ. ექს-თავმჯდომარემ სხდომაზე მოსწავლეებს საკუთარი 6 თვიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებზე გაამახვილა. 6 თვის განმავლობაში არაერთი მიღწევა მქონდა საკრებულოს წევრებთან ერთად, მაგრამ მათ შორის უმნიშვნელოვანესად ალბათ ჩავთვლით ვიზიტს პარლამენტში და ბომონდ გარდენში ანგარიშის წარდგენას, რომელიც შეეხებოდა დეგრადირებული ნიადაგების აღდგენას ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო თავმჯდომარე არანაკლებ დიდ მიღწევებს გვაჩვენებს და დადებს 6 თვის თავზე და ვფიქრობ, რომ ღირსეული შემცვლელი ვიპოვეთ საკრებულოს წევრებს შორის. ვადის გასვლის შემდეგ ღია კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა საკრებულოს სრული უმრავლესობის გადაწყვეტილებით თავმჯდომარის პოზიცია როსტომ ლაბაძემ დაიკავა, თანათავმჯდომარე კი ირაკლი ფხალაძე გახდა. ეს არის უდიდესი მოვალეობა და ძალიან მინდა რომ უფრო ჩვენი საქმიანობის სფერო გაიზარდოს და არ ვიყოთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე მორგებული, მრავალმხრივი მუშაოთ. ეს არის მოკლევადიანი მიზნები. სამომავლოდ კიდევ ვაპირებ, რომ ახალგაზრდებთან მოხდეს უფრო მეტი კომუნიკაცია, გავიდეთ სკოლებში, გავიდეთ სოფლის მოსახლეობასთან, შევხვდეთ მათ, მოვისმინოთ მათგან ის კონკრეტული პრობლემები, რაც მათ აწუხებთ და ამ ყოველივეს საფუძველზე ჩვენ როგორც ახალგაზრდებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მოგვარების საკითხში, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულო შეიძლება ითქვას 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კეთილი საქმე განახორციელა. სახელმწიფო სტრუქტურებში საქართველოში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელიც კი არსებობს საქართველოში, ყველამ ძალიან კარგად იციან ამ ბავშვებით ამ საქმიანობა და ვიმედოვნებთ, რომ ეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავა მათი შემოქმედება და რაც მთავარია, ესენი იზრდებიან ჭიათურთა საქართველოს სიყვარულით. ახალი ლიდერები საკრებულოში რეორგანიზაციას გეგმავენ. სხდომაზე დამტკიცდა წესი, რომლის მიხედვითაც აქტიურ და მიზანდასახულ მოსწავლეებს საკრებულოში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. ამ დროისთვის მოსწავლეთა საკრებულოში ჭიათურის სხვადასხვა სკოლის 100-მდე მოსწავლეა გაწევრიანებული.